ვირუსებზე არა, მაგრამ გვაქვს თემაზე, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გვაწუხებს და დარწმუნებული ვარ მაყურებელსაც. როგორ აებს უნდათ ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში. ესეც მოქმედებს იმაზე, რომ იმუნიტეტი გვივარდება, ჯანმრთელობა გვერდება და ამიტომ გვევართება ამდენი ვირუსები. როდესაც შევიტყობთ, რომ სამედიცინო სტატისტიკის მონაცემების მიხედვით საქართველოში 2000-დან 2012 წლამდე ქვეყნის მოსახლეობაში სუნთქვის ორგანოების დაავადებების მაჩვენებელმა მოიმატა. მტვრის სტატისტიკის მუდმივი ზემოქმედება აძლიერებს გულსის სარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასევე ფილტვის კიბოს განვითარების რისკს. ესეც კვლევის შედეგია რეალურად. და იმასაც ამბობენ, რომ მსოფლიო მასშტაბით კიდევ რაღაც შემაშფოთებელი შედეგები და იდო ექსპერტთა შეფასებით ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად მსოფლიო მასშტაბით, ოღონდ საქართველო არ გეგონოთ, იმიტომ რომ მასშტაბური ციფრია 2 მილიონამდე ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება. საკმაოდ მაღალი არის ეს მონჩვენებელი. მე მგონია რომ საგანგაშოც ძალიან ცუდი არის რომ ჩვენი ხელით შვებით თან ყველაფერს. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო არის სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი და 71%-მდეც კი აღწევს იმდენად ცუდ გავლენას ახდენს გარემოზე და მე მგონი ჯანმრთელობაზე. იცი, ყოველ შემთხვევაში მანქანები უნდა იყოს ალბათ მოწესრიგებული და გამარჯვებული. შემოგვიერთდა სტუმარი ლელა სტურუა, არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ გავეცანით კვლევის შედეგებს, რომელიც მე მგონი პირველია მსგავსი მასშტაბური კვლევა არ ჩატარებულა საქართველოს და შედეგებიც დაიდო, რაც თავარია, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს შედეგები არის საკანგაშო. რასაც ვთქვათ ჩვენ. ხო, რა მდგომარეობა დღეს მართლაც ასეთ კრიტიკულად არის საქმე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ძალიან ცუდად არის საქმე, მართლა ძალიან კრიტიკული მნიშვნელობის ინფორმაცია. სამწუხაროდ ძალიან იშვიათად გვახსენდება ხოლმე ის გარემოში ჩვენ ცხოვრობთ. ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვდგებით, ვთქვათ, რას მივირთმევთ, მაგრამ რას ვსუნთქავთ და ეს ჰაერი დაახლოებით დღე-ღამეში 16 კილოგრამია, რასაც ჩვენ ვსუნთქავთ, ამაზე ძალიან ხშირად არ ვფიქრდებით. სერიოზულად დაბინძურებულია ჰაერი, განსაკუთრებით ეს ეხება გარე ჰაერს. სწორად ბრძანეთ, დაახლოებით 97% ჰაერის, გარე ჰაერისა დაბინძურებულია სწორედ ავტომანქანების გამო. 97% საქართველოში. სხვაგან სადაც ინდუსტრია უფრო განვითარებულია, მისი ინდუსტრიის ამ პროცენტულობის მეტი წილი კიდევ დედაქალაქსებოდი, სადაც მანქანების რაღაცა ძალიან დიდი დედაქალაქზე და იმ ქალაქებზე, სადაც უფრო დიდი რაოდენობით ადამიანი ცხოვრობს და შესაბამისად დიდი რაოდენობით მანქანაა. სხვათა შორის თბილისში თავმოყრილია მთლიანი სატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 40%. რადგან წარმოსადგენია რა ხდება კონკრეტულად ჩვენს ქალაქში. ისიც თუ იმასაც თუ აღვნიშნავთ, რომ გაცილებით დიდია გამონაბოლქვი, როდესაც არის საცობები და შუქნიშნებზე ჩვენ ქალაქში მუდმივი საცობია. ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე და ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს ამის შემდეგ, რომ სიკვდილის შემთხვევების 91% მოდის არაგადამდებ დაავადებებზე საქართველოში და ზოგადად გარემო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების 80% განპირობებულია გულსისძაფთა დაავადებებით. შემდეგ მოდის კიბო და საქართველოში ძალიან გავრცელებულია სწორედ ეს გულსისძაფთა დაავადებები, როგორც ავადობა, ასევე სიკვდილობა. საიდან გამომდინარეობს ის დასკვნები, რომ ეს დაავადებები მაინც გამოწვეული არის სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვიდან და დაბინძურებული ჰაერი? დაბინძურებული ჰაერი არის ერთ-ერთი რისკ ფაქტორი არაგადამდები დაავადებებისა. ზოგადად 102 ძირითადი დაავადებიდან 85 განპირობებულია სწორედ გარემოს ფაქტორებით. ყველაზე მნიშვნელოვანი დაავადებები, რომელიც გარემო ჰაერის დაბინძურებასთან არის დაკავშირებული, ეს არის ფილტვის ქრონიკული დაავადებები, მათ შორის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, აგრეთვე ასთმა, გულსისძაფთა დაავადებები, ინსულტი და რაც თქმა უნდა კიბო. სწორედ 2013 წელს ჩატარდა შეფასება კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მიერ, რომელმაც ხაზგასმით აჩვენა, რომ ფილტვის კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის სწორედ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება.
რა თქმა უნდა თამბაქოც და როდესაც ეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და თამბაქო არის ერთმანეთთან კავშირში, გაცილებით ეს კი არ 2 მაგდება რისკი, 10 მაგდება და 100 მაგდება რისკი სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების განვითარებისა, განსაკუთრებით ფილტვის ქრონიკული დაავადებების და ფილტვის კიბო. გარდა ამისა, იგივე შეფასება ცხადყო, რომ თქვათ საშარდე გზების და შარდის ბუშტის კიბოც ასევე ძალიან მჭიდრო კავშირშია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან და ერთ საკითხსაც მინდა შევეხო, რომ დღეს არის კიბოს მსოფლიო დღე, რომლის ლოზუნგია ჩვენ ამას შევძლებთ და კიბოზე ჩამოვარდა საუბარი, მინდოდა ამასაც შევხედოთ, რომ ჩვენ ნამდვილად შევძლებთ კიბოს დამარცხებას, თუ ჩვენ მივმართავთ ცხოვრების ჯანსაღწევს და მთავრობა ხელს შეგვიწყობს, რომ გარემო ფაქტორები ადეკვატური რეაგირება მოახდინოს გარემოს დამარცხებაზე. ღონისძიებები გატარდეს ალბათ ეს ეხება ალბათ იგივე ავტომანქანების შემოწმებას, სპექტაკლიერებას და ასე შემდეგ. ასევე გამიგია და არ ვიცი რამდენად მართებული აზრია, თქვენ მინდა გითხოთ, რომ ბავშვები განსაკუთრებით საშიშ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვის ორგანიზმი მზარდია, ის უფრო მეტ ჰაერს ჩაისუნთქავს ასევე და უფრო რისკ ფაქტორი უფრო დიდია ბავშვის შემთხვევაში. შეგვიძლია ზოგადად ბავშვები და ასევე ორსულები არის ყველაზე მოწყვლადი ფენა ამ პოპულაციისა და გარდა ამისა ბავშვს არ აქვს თავისით მიიღოს გადაწყვეტილება და თვითონ თქვათ მოერიდოს დაბინძურებულ ჰაერს და პარკში წავიდეს და თქვათ სიმწვანეში იყოს. ამას ჩვენზე მშობლებზეა ეს დამოკიდებული, ანუ იგი თვითონ ვერ იღებს გადაწყვეტილებას. ყველა ეს პარკი, ყველა ეს ასე ვთქვათ საშუალება, სადაც შეიძლება ჩვენი შვილები ვასეირნოთ, მაინც არის რაღაცნაირად გარშემორტყმული აი ამ სამანქანო ტრასებით, საიდანაც მაინც მოდის გამონაბოლქვი. მზიური იყო ერთადერთი და იმასაც აქვს უკვე ახალი პარკიც, მაგრამ ნუ იქაც რა თქმა უნდა დასაფიქრებელია ძალიან ბევრი რამ. დასაფიქრებელია სახელმწიფოს მიერ, მთავრობის მიერ სწორი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. იგივე მოძველებული ტრანსპორტი, იგივე ბენზინი, რომელიც დაბალი ხარისხის არის. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვნად უშლის ხელს ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღებას და რამდენად სწორად იზომება, რამდენიმე ჯიხური არსებობს ქალაქში, რომელიც ზომავს ჰაერში გამონაბოლქვის და არა მარტო გამონაბოლქვის შემადგენლობას. რამდენად საკმარისია ეს რამდენიმე ჯიხური და რამდენად სრულ და ნათელ სურათს გვაძლევთ, თუ შეგიძლიათ ამაზე პასუხის გაცემა. უფრო საგანგაშო ხო არ არის მდგომარეობა და არ ვიცით, იმიტომ რომ რამდენია ეს ჯიხური დაახლოებით. რა თქმა უნდა, ჩემი როგორც ჯანმრთელობის დაცვის წარმომადგენელი მხრიდან მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის არასაკმარისი და თუნდაც ის რა ინფორმაციაც გვაქვს, რომც არ დაგვემატოს ახალი ჯიხურები, იმაზეც მთავარია რეაგირება მოვახდინოთ სწორი. შეიძლება ინფორმაცია ძალიან ბევრი გქონდეს, ძალიან საგანგაშო, მაგრამ თუ რეაგირება არ იქნა, თუ სახელმწიფოს ნება არ იქნა ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ ინფორმაცია არაფერს სასიკეთოს ნამდვილად არ გაგვიკეთებს. სახელმწიფოს როლზე ამ საქმეში და ბუნებრივია არსებობს რაღაც რეკომენდაციები, რასაც თქვენ აძლევთ სახელმწიფოს, ხომ? რა ღონისძიებები უნდა გაატაროს და შემდეგ ჩვენ შემოგვიერთდება კიდევ ერთი სტუმარი და შეგვიძლია გარემოს თუ ატმოსფერულ ჰაერზე საუბრობთ და დღეს ეს საკითხია ჩვენი თემა, ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებით ვინაიდან სატრანსპორტო დაბინძურება არის ესეთი ძალიან მაღალი პროცენტით წარმოდგენილი, ამ მხრივ უნდა მიიღოს, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები. იგივე რომ მოძველებული ტრანსპორტი არ უნდა შემოვიდეს, იგივე რომ დაბალი ხარისხის ბენზინი არ უნდა შემოვიდეს, ბენზინი არ უნდა შეიცავდეს ტყვიას და ასე შემდეგ. ტყვია არის ის ნივთიერება ყველაზე საზიანო ადამიანის ორგანიზმისთვის. ძალიან ბევრი ნივთიერება სამწუხაროდ არის საზიანო, მაგრამ აი მაგალითად ტყვიაზე არ უნდა შემოდიოდეს წესით, მაგრამ ჩემთვის არ არის ცნობილი თუ ვინმე ამოწმებს რამდენად ტყვით არის ჩვენთან შემოსული ბენზინი გაჯერებული თუ არა. მე პირადად ამის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია. ზოგადად გარემო განაპირობებს საკმაოდ დიდ პროცენტს სხვადასხვა დაავადებების და მიხედვით ავადობისა და სიკვდილობისა გარემო ფაქტორები. არის ხო გენეტიკური ფაქტორები, რომელსაც ამ ეტაპზე ვერ ვცვლით, თუმცა უკვე გენური ინჟინერია ისე წარიმართა, რომ ცოტა ხანში შეიძლება ჩვენი გენეტიკური ფაქტორებით შევცვალოთ. არის ცხოვრების ჯანსაღი წესი. თქვა თუ გარემო ნაკლებად რთულად შესაძლებელია, ვინაიდან სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებებია მისაღები და
როგორც ამბობენ, ბევრი ადამიანი შეიძლება დაზარალდეს, თუმცა ამ დაზარალებას უფრო აქცევენ ყურადღებას, რომ თქვათ, ვიღაცამ ვეღარ მოახერხოს ბიზნესმენმა რაღაცა ტიპის იაფი ავტომანქანის შემოყვანა და ის რომ ჩვენ და ჩვენი შვილები ჯანმრთელობის რისკის ქვეშ ავართ, ამას რატომღაც ნაკლებად ექცევა ყურადღება, იგივე თამბაქოსთან დაკავშირებით. მოვითხოვთ გვინდა და ძალიან კარგი რომ თამბაქოზე ფასი გაიზარდა. მოვითხოვთ რომ თამბაქო აიკრძალოს საზოგადოებაში. ხო, ძალიან კარგია, მაგრამ უფრო მეტად უნდა აიკრძალოს. იგივე ლუდზე ფასი მოიმატა. მესმის რომ ის ვერ განვითარდება, მაგრამ ეს ხომ მავნებელია ჯანმრთელობის. ანუ ზოგიერთ გადაწყვეტილებას არაპოპულარულ ჯანმრთელობის მხრიდანაც უნდა შევხედოთ ჩემი აზრით და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის რომ ეს უმჯობესია, ეს უნდა გავიგო. აი მოცემულობიდან აი რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ ვართ, როგორ შეიძლება რომ დავიცვათ ამ ყველაფრისგან თავი? დავუშვათ ველოსიპედი გონია რომ ჯანსაღად ცხოვრობ, ველოსიპედით გამოდივარ ქუჩაში, მაგრამ ამ სიარულის დროს მე საშინელებას ვსუნთქავ. არ მყავს ავტომობილი და ვერ ვახერხებ ავიდე კუსტვაზე ვირბინო და იქვე ჩემს სახლთან სანაპიროზე დავრბივარ და ვსუნთქავ თან პარალელურად აი ამ ჰაერს. რა უნდა ვქნათ აი ამ მოცემულ რეალობაში, რომ ცოტა მაინც დავიცვათ თავი? არ ვიცი, არ არის ის სოციალური ფონი, რომ ვეცადოთ ყველა იმ ადგილიდან, სადაც არის, მე თქვათ, ჩემი ადგილიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრში, თქვენ კიდევ ჩვენზე ბევრად უკეთესი ადგილი გაქვთ, რომ მივაწვდინოთ იმ ადამიანებს ხმა, ვისაც ძალუც ამ გადაწყვეტილების მიღება. ყველაზე მეტად არის სახელმწიფო, ხო? ეს არის ამ საკითხზე ყველაზე მეტად არის სახელმწიფო. ჩვენ ახლა შეგვიძლია სწორედ მარინა არაბიძეს მოვუსმინოთ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი შემოგვიერთდება. გამარჯობა ბატონო მარინა, დიდი მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. ხალხ მოგბრძანდით. საუბრობთ იმ საგანგაშო მდგომარეობაზე, რაც ჩვენს ქვეყანაშია სამწუხარო და ჩვენს ქალაქში ალბათ ათმაგად უფრო ძლიერად არის. მიზეზებზეც ვისაუბრეთ. ქალბატონი ელას საუბრობდა, რომ აუცილებელია ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი სწორად განისაზღვროს და სახელმწიფო მხარში დაუდგეს იმისთვის, რომ ეს პრობლემები რაღაცნაირად გადაიჭრას და მოგვარდეს. რა ღონისძიებები უნდა გაატაროს და თუ იგეგმება რამე კონკრეტული ღონისძიებების გატარება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად? ბატონო, დიდ მადლობას მოგახსენებთ პირველ რიგში. მოწვევისათვის ნამდვილად მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანი თემა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. მე მგაგითხრათ რომ ის ასე თქვათ შესავალი რომ საგანგაშო მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, ნება მიბუძეთ მოგახსენოთ რომ შესაძლოა მთლად ასე სწორი არ იყოს, ჩვენ უბრალოდ რიცხვები გვაქვს, სტატისტიკა გვაქვს და სტატისტიკიდან გამომდინარე იმიტომ რომ ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს და შემდგომ გარკვეული ასე თქვათ კონკრეტული ციფრებით გესაუბროთ და ამიტომ მივაწოდოთ სწორად საზოგადოებას ინფორმაცია ზოგადად რა მდგომარეობა გვაქვს და რას გეგმავთ რა თქმა უნდა. უაღრესად მნიშვნელოვანია მოგეხსენებათ ზოგადად ყველაფერი აი ეს საფუძვლიანად რომ დაიდოს დამეთანხმებიან ჯანმრთელობის დაცვის მუშაკები, რომ ყველაფრის თავი და თავი და იყოს ინფორმაცია, საწყისი ინფორმაცია, რაზეც ყველანაირი კვლევა და თუნდაც კავშირი ატმოსფერული ჰაერისა და დაავადებებს შორის დადგინდება. ამიტომ მე გეტყვით ზოგადად როგორ მიმდინარეობს მონიტორინგი, რა იგეგმება სახელმწიფო, რას გეგმავს. მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა წინა წლებში საკმაოდ ჩაშლილი იყო ეს საქმიანობა, ესე იგი ზოგადად ეს დაიწყო გასულ საუკუნეში 60-იან წლებში. მაშინ სხვანაირად წარმოდა მონიტორინგი, იმიტომ რომ ქალაქი თბილისიც სხვანაირად იყო და სხვა ქალაქებიც იყო ინდუსტრია უფრო განვითარებული. ახლა უკვე ისაუბრეთ წინა ბლოკში და აღარ გავიმეორებ, რომ ძირითადი დამაბინძურებელი მაინც ავტოტრანსპორტია. შესაბამისად მონიტორინგიც ისე უნდა იწარმოებოდეს, რომ აისახებოდეს შედეგებში ის რაზე გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტი. ასევე მინდა პირველ რიგში ვთქვა ტყვიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მართლა უაღრესად მნიშვნელოვანია ეს კომპონენტი. და უბრალოდ მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და მათ შორის ჯანდაცვის მუშაკებით. ჩვენ ტყვის მონიტორინგს ქალაქ თბილისში ატმოსფერული ჰაერში ტყვის შემცველობაზე ვაწარმოებთ ბოლო რამოდენიმე წელია, არც ერთხელ გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ანუ არსებობს ქართული ნორმატივის სტანდარტი, რომელიც ჯანმრთელობაზეა ნამდვილად მიბნული, იმიტომ რომ ჯანდაცვის მინისტრის გინდება გარემოს ხალხის ეს სტანდარტი არის. ეს სტანდარტი არის უკაცრავად სტანდარტი. უბრალოდ ჩვენ დღეს ვალდებულება გვაქვს შევადაროთ იმ სტანდარტს, რაც გვაქვს და მეც იმიტომ ვამბობ, ვადარებთ იმ სტანდარტს, რომელიც არსებობს. და მინდა გითხრათ, რომ თბილისში ნამდვილად ესეა და ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ 2013 წლიდან ასევე დავიწყეთ ტყვის კონტროლი რამოდენიმე ქალაქში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში და აქაც საკმაოდ დამამშვიდებელი, თუნდაც იმიტომ, რომ ნამდვილად აკრძალულია ტყვის შემცველი საწვავის შემოტანა კონტროლირდება მკაცრად, შეგვიძლია ვთქვათ, ამ ეს კონტროლირდება, რა თქმა უნდა და ამას ადასტურებს უკვე ჩვენი მონიტორინგის შედეგებიც, რა თქმა უნდა.
იმიტომ რომ ეს არის რეალური კვლევა, ეს არის სიმძის აღება, ეს არის ქიმიური ანალიზი და დადებული შედეგი. ეს პირველი რაც მინდა ვთქვა. რაც შეეხება თვითონ მონიტორინგს განთავსებული ეს ჯიხურები სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული ეს შენ რა თქმა უნდა მე არ ეცნობათ დავსიტყვეთ და კითხო უფრო თქვენთან მქონდა ჩვენი საკითხია განთავსებულია სხვადასხვა წერტილებში რა თქმა უნდა ესენი განთავსებულია ისე რომ ასახავდეს ავტოტრანსპორტის ზეგავლენას ანუ განთავსებული მაგალითად წერეთლის გამზირი იცით როგორ მოძრაობა და სხვა ქალაქებში მაგრამ ამ შემთხვევაში მე მინდა გავამახვილო ყურადღება ქალაქში დიახ არის 3 სადგური რომელიც აი მოძრაობას უფრო ასახავს, ანუ ეს არის წერეთლის გამზირი, მოსკოვის გამზირი და ეს არის თამარ მეფის დაღმაშენების გამზირების გადაკვეთაზე. მუდმივი საწოლი არის სწორედ ამ ადგილებში. ერთი შეკითხვა ძალიან დიდი ბედი შეგაწყვეტნებთ. საკმარისია ეს სამი ჯიხური იმისთვის, რომ ზოგად მდგომარეობაზე ვისაუბროთ. აუცილებლად ვასახებ ამ კითხვაზე და დავასრულებ უბრალოდ რომ მეოთხე ჯიხური გვაქვს ჯიხური არა, მას ქვია ავტომატური სადგური, რომელიც ფუნქციონირებს უკვე 2013-დან სრული დატვირთვით. ეხლა რატომ უშავ ამ სადგურს იცით? იმიტომ რომ ეს არის ევროკავშირის სტანდარტს სრულად შეესაბამება. ანუ ერთადერთი ეს შეესაბამება, იმიტომ დაიჭერებში ვარ დამყოფი და საკმაოდ მოგახსენებთ ზოგადად მოგახსენებათ ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელით მოწერა ძალიან ბევრი ვალდებულება იყო, მათ შორის ატმოსფერული ჰაერის კუთხით ძალიან ბევრი რამე იგეგმება და მონიტორინგი. ზოგადად არსებობს ევროკავშირის ჰაერის დირექტივა და ეს დირექტივა განსაზღვრავს რამდენი სადგური უნდა იყოს ეს თქვენ კითხვაზე რომ უპასუხოთ და შესაბამისად ეხლა მიმდინარეობს ზუსტად აი ამ ეტაპზე ვართ რომ უნდა დადგინდეს თლიანად არა მარტო თბილისს არამედ საქართველოს რამდენი ავტომატური სადგური ჭირდება რომ შევესაბამებოდეთ დირექტივის მოთხოვნებს უკვე და რაც შეეხება ვაშლიჯვარის სადგურს და მე მისი მონაცემი მინდა ეხლა უფრო ისე გავაჟღერო, იმიტომ რომ ვაშლიჯვარის სადგური დირექტივის მიხედვით არის შერჩეული მის მდებარეობის ადგილის შერჩევაში. ასევე ევროპელი ექსპერტები გვეუბნებოდნენ, რომ ყველაზე კარგი სადგური, პირველი სადგური, გვინდოდა ისეთ ადგილას განთავსებულიყო, რომ ინფორმაცია ყოფილიყო ცხადია რეპრეზენტატული და ჩვენთვის ასე ვთქვათ, ყველაზე ღირებული და მისაღები და დირექტივის მიხედვით არსებობს ქალაქის ფონურ სადგური, urban background station. ეს რას ნიშნავს? ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის სუფთა ზოგადად კი ნიშნავს ფონური, რომ ფონს განსაზღვრავს, მაგრამ რეალურად განმარტება არის ასეთი, რომ იმ ადგილას, ეს არის ისეთი ადგილი, სადაც ქალაქ თბილისში ყველა სახის დაბინძურება, ანუ ჩვენ ახლა მარტო ტრანსპორტს ვაპარაკობთ, მაგრამ ლოკალურად რომ შევხედოთ, შეიძლება ზოგიერთ უბანში სხვა დაბინძურების წყაროებიც აღმოგვაჩნდეს. და აი ეს სადგური სწორედ არის ისეთ ადგილას, სადაც ყველა სახის დაბინძურება, ანუ ქალაქ თბილისისთვის ფონურად ითვლება. ანუ ის რასაც ვიტყვით რომ აქ არის ითვლება რომ ქალაქისთვის უცხოური ინფორმაცია. ამიტომ იქ იზომება ძირითადი დამაბინძურებლები, ესეც ასევე დირექტივის მიხედვით გინდება და ნებისმიერ ევროპის ქვეყანაში რომ ნახოთ იგივე კომპონენტები იზომება. შეიძლება ახლა ითქვას რომ საქართველოს ის სადგური ერთ-ერთი ბოლო მოდელია და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც კი არ იყოს ასეთი თანამედროვე და ბოლო მოდელის სადგური, ძალიან ისეთი ბრენდული სადგურია 24 საათი ყოველ წუთიერად ზომავს, იქ ერთი წუთი არ წდება. დადებული შედეგები როგორი არის? და აი ხო შედეგებზე, ანუ მე იმიტომ მოგახსენე რომ იცოდეთ რაცია, არა, ნამდვილად არ არის, მინდა გითხრათ რომ ეს უკვე მე როგორც მოგახსენეთ ეს წლების მანძილზე ხდება, ანუ გასაშუალოება, ანუ იქ ნებისმიერი სახით შეგიძლიათ ინფორმაცია მიიღოთ და აიღოთ ამ წუთის, აი ამ წუთას რა ხდება, შეგიძლიათ გაასაშუალოთ გასულ დღე-ღამეში რა ხდებოდა, შეიძლება თვე, ასე ვთქვათ, სეზონი, წლიური, ყველანაირი ინფორმაცია, ანუ მონაცემის დამუშავების უამრავი საშუალება გვაქვს. არა, მე შემიძლია ნამდვილად გითხრათ, რომ თუნდაც 13-ის, 14-ის საშუალოები იქ ნამდვილად არანაირად არ ფიქსირდება რაიმე გადაჭარბებები კი არა, შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ დაბალი მონაცემები. არა, ვერანაირად მოერ მოვალთ, ან შეიძლება მე თავიდან ბოლომდე, ანუ იმიტომ მინდა გითხრათ, რომ ეს სადგური ნამდვილად ასახავს ქალაქი თბილისის ფონს და იქ ყველაფერი არის
თუმცა არსებობს კვლევა და არსებობს დადებული შედეგები, რომელიც სხვა მაჩვენებელს გვეუბნება. ამ შემთხვევაში რა ხდება? კვლევა რომელზე იყოს რა უბრალოდ შეიძლება დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადებული კვლევა. სადაც საუბარია, რომ თუნდაც 2000-დან 2012 წლებში ქვეყნის მოსახლეობაში სუნთქვის ორგანოების დაავადებების მაჩვენებელმა მოიმატა. ეს უბრალოდ მაღალი პროცენტით. კი. ხო, არა, იცით რა არის, ახლა მე იმიტომ რომ საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს ახსენებ 2000-2012 წლამდე. ანუ უბრალოდ სხვადასხვა წლებში სხვადასხვა იქნებოდა ცხადია დამაბინძურებლების კონცენტრაციები და უბრალოდ მანქანების რაოდენობა იმატებს არა ის მანქანები რაც იყო 2000 წელს უკვე ისეთი დაძველებულია იმის მერე ძალიან დიდ რო გავიდა. კინეული პროცესია, მაგრამ რატომ არ იწყება მაინც საინტერესო ეს ტექნათვალიერების პროცესი? რამდენად კონტროლდება როგორი ხარისხის ბენზინი შემოდის ქვეყანაში და იყიდება და ასე მანქანების. ხო. ესე იგი უბრალოდ ამ კვლევასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ეს კვლევები რა თქმა უნდა შეიძლება ტარდება, მაგრამ ეს არ არის აი რასაც გვია კლასიკური რუტინული მონიტორინგი, იმიტომ არის მნიშვნელოვანი. მე აბსოლუტურად შეიძლება ერთჯერადად გავიდეთ სადღაც რაღაც, მაგრამ იმიტომ უნდა იყოს გრძელვადიანი ეს კვლევა, აი ისეთი როგორიც არის, როგორც გვებძანეთ, რომ უნდა იყოს მუდმივი აბსოლუტურად, რომ მონაცემი არის 100%-იანი სიზუსტით უთყუარი, თუ შეიძლება ითქვას 100, 90 ანუ ყველაზე სანდოდა საიმედო ამ წუთას მე მაინც მინდა გითხრათ რომ ეს მონაცემია რომელსაც გეუბნებით ამ კონკრეტულ სადგურიდან. რაც შეეხება დანარჩენ კითხვებს, რაც ახლა მომახსენეთ, დამისვით მინდა გითხრათ ხო ტექნათვალიერების თუმცა ბენზინის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა ტექნათვალიერებას თქვენ იცით რომ ძალიან კომპლექსური, ანუ ეს ნაწილი დაკავშირებულია კი ბატონო ატმოსფერულ ხარისხის ნაწილი თვითონ ტექნიკურ გამართულობასთან მანქანის. რაც შეეხება აი ამ კუთხით რომ თქვათ ტექნათვალიერება გადავადა ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით მაინც მიმდინარეობს ღონისძიებები, იმიტომ რომ თუნდაც საწვავში ნორმირდება, ანუ რამდენიმე შეცვლილობა, თქვათ გოგირდის, ან თქვათ არომატული ნახშირწყალბადების და მინდა გითხრათ რომ ქვეყანა ამკაცრებს ნორმატივს, ანუ წლების მიხედვით წელსაც კიდევ იკლებს, ანუ ის რომ საწვავი შემოვა, მაშინ გოგირდის შემცველობა ნაკლები იქნება, ცხადია გაფრქვევაც ნაკლები გვექნება და ნაკლებად იქნება. ჰაერი დაბინძურებული ხარისხის კონტროლი საწვავის ხარისხზეც გარკვეული კვლევები ჩატარებულა. ეს ამ წუთას კონკრეტულად ჩვენი მონიტორინგს არ შეეხება, მაგრამ ზოგადად სახელმწიფო ნამდვილად მუშაობს ამ კუთხით და იქნება გარკვეული ნაბიჯების სრული განსაკუთრებული პროდუქცია. ქალბატონო, ნელა ჩვენი საუბრის დასასრულს ვთქვათ, თქვენ შეაჯამეთ ეს თემა. კი ბატონო. ფაქტია, რომ ძალიან მიხარია, რომ ახალი სადგურები მუშაობს და ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ეს სტანდარტები თუ არ ვცდები 2003 წელს არის მიღებული და გადასახედია ზოგადად სხვა სტანდარტებიც და მათ შორის ატმოსფერული ჰაერის სტანდარტები. და ძირითადად საბჭოთა სტანდარტების ეყრდნობოდა ჩემი მონაცემებით, ხოლო რაც შეეხება იმ კვლევას ჩვენ ყოველწლიურად სხვადასხვა დაავადებების გავრცელების ანალიზს ვაკეთებთ. სამწუხაროდ ის, რომ სასუნთქი გზების დაავადებები და განსაკუთრებით ბავშვებში არის ძალიან მზარდი ტენდენციით და სიკვდილის შემთხვევებიც ასევე. გულსისძაფთა დაავადებების 69%-ს წარმოადგენს საერთო სიკვდილობის სტრუქტურაში და გარდა ამისა იგივე ფილტვის დაავადებები, განსაკუთრებით ასთმა, ფაქტიურად 3-ჯერ და 4-ჯერ მეტია რეალურად ეს რეალური შემთხვევები პატარ-პატარა თქვათ ფილტვის დაავადებების გლობალური ალიანსის მიერ ჩატარებული კვლევები გვაჩვენებენ, რომ 3-ჯერადი, 4-ჯერადი განსხვავება იმ მონაცემებს, რაც ჩვენ სტატისტიკურად მოგვდის სამედიცინო დაწესებულებებიდან რეალურად არსებულ მონაცემებს შორის. მე პირადად ეს მაინც მაძლევს შეშფოთების საბაბს და ვერაფრით ვერ გამოვრიცხავ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სერიოზულ როლს ამ ტენდენციაში. მაგრამ ვინაიდან მთავრობა და სახელმწიფო და გარემოს დაცვის სამინისტრო თუ დგამს აქეთკენ ნაბიჯებს, მივესალმებით და გვერდში დაუდგება ჯანდაცვის სამინისტრო ნებისმიერ ჯანმრთელობასთან. ყველა შემთხვევაში კომუნიკაცია და დიალოგი არის საუკეთესო გამოსავალი იმისთვის, რომ იყოს რაღაცა შედეგი, გამიგარი და მიღწეული.
მუშაობ. იმედია ასეთი მზარდი სტატისტიკა ამ დაავადებების აღარ იქნება ჩვენს ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობთ. ცოტა დავმშვიდდით, კიდე უფრო მეტი დავფიქრდით, დამშვიდებაზე უფრო მეტად დავფიქრდით, თუმცა ძალიან ბევრს ფიქრობთ ისედაც ამაზე და ჩვენ ძალიან ხშირად ვეცდებით, ყოველთვის ვეცდებით, რომ დაგითმოთ ეთერი თუ იქნება ამ კუთხით სიახლე. სანდოშების მიერ დროს. დიდი მადლობა. რეკლამის დრო